ხა მინდა გავაკეთო ერთი პატარა შევაფასო ნანიკო ხაზარაძის დიდი ამბავი ატყდა ამ ყველაფერზე და ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი შეფასებით ნანიკო არის უმაგრესი ადამიანი რა. უმაგრესი გოგო, უნიჭიერესი გოგო და საერთოდ ვერ ესე იგი ამ ხალხმა ვერ გააანალიზა რა მოხდა, ვინც მილიონ რაღაცას წეს რომ ჯაჯო მაჭობა იქ იმედში ნანიკო გამოაგდეს ნანიკოს იმხელა პასუხისგებლობა იყო. რა თუნდაც ეს შეცდომა რაც დაუშვა, ამაზე პასუხისგებლობა აიღო და წამოვიდა იმედიდან. იმედი არის ტელევიზია, რომელსაც 1000 გამადიდებელი დაკვირდება ყველა დღეს, რა შიგნით თუ გარეთ. ერთადერთი ადამიანი არის ნანიკო ხაზარაძე, ვინც რაღაცაზე პასუხისგებლობა აიღო. და შემოგევლე ნანიკო არის აი რა გითხრათ რა ჯერ ხო ჩემი სკოლელია პისატპატელია მე ხო რადიოში ჩემთან ერთად პრინციპში ერთი გუნდის წევრი იყო და ძალიან დიდი ხანი იმუშავდა და გიждები ნანიკოზე რა მის ნიჭზე და მის ყველაფერზე და რა ვიცი აი ამას რა ხო ყველა ვართ ადამიანები და ყველა შეიძლება რაღაც გადაცდომა და შეცდომა და რაღაცა მოგვივიდეს მაგრამ პასუხისგებლობიც უნდა ვიყოთ ამაზე ნანიკომ ეს გააკეთა ეს პასუხისგებლობა გააკეთა ზუსტად არ შეიძლება ესეთ ტელევიზიაში რომელსაც მილიარდი თვალი აკვირდება ესეთი ლაფსუსი გაგეპაროს აიღო პასუხისგებლობა და წავიდა ტელევიზიიდან თქვენ უნერვიულობთ ნანიკო არ დაიკარგება არსად არ დაიკარგება ნანიკო რა თავისი ნიჭით რა აი ეს არის რაც მინდოდა მე თქვენ ნანიკო ხაზარაძესთან დაკავშირებით რა არაფერში არ ჯაჯოც ისიც და ისიც და ისიც თვითონ მშვენივრად არიან ერთმანეთში და მშვენივრად იმას კეთებენ უბრალოდ მოხდა რა ხდება რომელსაც აგიღიათ რამეზე პასუხისგებლობა თუნდაც პოლიტიკოსებს ამხელა ტერიტორიები დაკარგეთ და იმის პასუხისგებლობა არ აიღეთ ერთი კაცი გადამდგარიყო ამხელა სამი ტრუპი მინდაო და ასეთ რაღაცებს უშვებოდი ერთი გირგვლიანების ციკლი და რა ვიცი მილიონი ბუტარობაკიძეების და ერთი კაცი არ გამოდგა რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო ვანო მერაბიშვილი და ნებისმიერი ეს არის პასუხისგებლობა ზუსტად რომელიც ნანიკოს ესმის და თქვენ არ გესმით ესე უნდა იყოს ყველა პოლიტიკაშიც, ტელევიზიაში, ჟურნალისტიკაშიც და ყველგან. მაგალითი მოგცათ ნანიკომ სულ ყველას, რომ პასუხი თუ რაღაცას აშავებ და შეცდომას უშვებ. პასუხისგებლობაც უნდა აიღოთ ამაზე რა. აი ეს არის ჩემი პატარა კომენტარი ნანიკოსთან და ჯაჯოსთან იმას დაკავშირებით, რაც მოხდა ტელე იმედის ეთერში. აი მოაბამე ხოლმე კუდებს და აი ხედავ ჯაჯომ როგორ აჯობა შიგნით ნანიკოს და როგორ გამოაშვებინეს და რაღაცა ჭორები და ახე რა მოხდა რა რაღაცა რა მოხდა რა მოხდა არცაფერი არ მოხდა რა მეგობრულად რაღაცა მაგრამ ტელევიზიაში ტეხავს რა ეგეთი რაღაცა რომ მილიონი კაცი გიყურებს და სტუმარი ყავს ორნელა და ასე შემდეგ და მიხვდა ამის პასუხისგებლობას აიღო და წავიდა რა მიდით ახლა გაუხურეთ საქმე ჟურნალისტები ყეფაყეფით მივარდი ნანიკო პროვოკაციებს და დაწყნარდით რა ყველაფერი რაც გააკეთა უმაგრესად დარწმუნებული ვარ ხვალდაზე კიდე უფრო მაგარ რაღაცებს გააკეთებს და არ გაუჭირდება სამსახურის სპორტ და ნანიკოს თქვენგან გასხოვებით რა